მზად ხარ შენ გემოზე მიირთვა? კაი მჭამელი ვარ და კაი საჭმელები მიყვარს. აბა, მოვემზადეთ. ძალიან გემრიელია. სულ გიღიტინებს, აი, და ისეთი კერძია. გემრიელია. შემდეგი კერძი ჩვენ გვაქვს. გურმანი ყოფილხარ ესე იგი შენ? ეხლა მე მაჭამეთ რამე შია. ეთილი იყოს თქვენი მობრძანება წისქვილი ტერასაზე. მე ვარ ალექს ნათაძე, წისქვილი ჯგუფის 8 რესტორნის ბრენდ-შეფი. ჩემი მისია ყველა სტუმარმა თავის გემოზე მიირთვას. როდესაც გემრიელ კერძს მიირთმევ, შენი აზრები მხოლოდ თეფშთან არის და სხვა ირგვლივ ყველაფერი იფანტება. გემრიელი ჭამა არის სიჩუმე. გემოების და კერძების სამყარო მრავალფეროვანია და დასასრული არ აქვს. ეს ჩემი სტუმარია ნინუცა ორჯონიკიძე, იუთუბერი და წამყვანი. და გურმანი რაც თავარია. მისი გაკვირვება არ იქნება მარტივი. კერძი უნდა იყოს გულით გაკეთებული. ვეცდები რომ დღევანდელი დღე იყოს მისთვის დასამახსოვრებელი და მიირთვას თავის გემოზე. ის ფულში დავდივა ალბათ 20 წელია, მაგრამ აქ პირველად. ჩვენ გვაქვს როგორც ტრადიციული კერძები, ასევე ჩემი საავტორო კერძები, რომელიც არც ერთ ფილიალში არ არის, მხოლოდ წისქვილი ტერასაზეა. მე ისეთი მჭამელი ვარ, კაი მჭამელი ვარ და კაი საჭმელები მიყვარს. შენთვის გემრიელი კერძი რას ნიშნავს? აი პირველად რა გემოები გახსენდება? მკვეთრი გემოები მიყვარს ძალიან, ან ცხარე უნდა იყოს, ნიგუზიანი, ხორცეული თუ ბოსტნეული? ორივე ერთად. ქართული თუ უცხოური სამზარეულო? ცალსახად ქართული სამზარეულო. შენი ტოპ 3 კერძი რა არის? პირველი იქნება ხინკალი, ჩემთვის ყველაზე გემრიელი კერძი არის. მეორე ალბათ იქნებოდა კუბდარი ან ფეტვის ხაჭაპური და მესამე იქნება ნიგუზიანი კიდრი პომიდორის სალათი. დამტყმელი კერძები გიყვარს, როგორც ვთქვი. აი, შენთვის შენ გემოზე ჭამა რას ნიშნავს? მიყვარს მარტო როცა ვარ და შემიძლია სრულად კონცენტრირდე კერძზე და იქ დავაგემოვნო, გემოგავგო. გურმანი ყოფილხარ ესე იგი შენ? მე მეგონა რომ უხასიათო ვიყავდა, ამას ვარ გურმანი. გურმანი ეგეთი ადამიანია. სურნელია მნიშვნელოვანი თუ ვიზუალი? სურნელი. ვიცი დღეს რასაც დააგემოვნებ. პირველი იქნება ფუჩხოლია. ფუჩხოლია რა არის? ნადუღი, მეგრული აჯიკა, სულგუნი, არეული ერთად. ეგეც კარგად. და შიგნით დევს აზიური კერძია კიმჩი. კიმჩი ვიცი. როგორც პომიდორის კიმჩი და ეს ორი კულტურა არის ერთად შეზავებული. ეს აი სულ გიღიტინებს აი ისეთი კერძია. დაბალანსებული კერძი არის. შემდეგ ვექნება ტოლმა ვაზის ფოთოლში. ტოლმა იწვება ჯოსპერში, ნაკვერჩხალზე, შებულილი კარაქი აქვს და ზემოდან სალსა ადევს მჟავი პომიდორის და მწვანე ვაშლის. რაღაც მექსიკული ვაიბებით ხო, ცოტა არეულია, ძალიან გემრიელი კერძი არის. კიდევ გვექნება ჩვენი ტაფის ჩებურეკი, ოღონდ ის წვნიანი ჩებურეკი არ არის. შიგნით ნელი მომზადების საქონლის ნეკნები არის, დამწვარი პომიდორის соуსი აქვს, გაწურული მაწონი აქვს და ეს ყველაფერი ტაფაზე იწვება და ძალიან უცხო გემოები აქვს. კიდევ გვექნება შემწვარი ხისოკო ტარხუნით, რომელიც დევს შემწვარ ხრაშუნა ღომზე და ქვემოდან გურული აჯიკის соуსი. მაგითი რო დავიწყოთ. და დესერტი გვექნება, რომელიც არის საიდუმლო. საიდუმლო დესერტი. მზად ხარ შენ გემოზე მიირთვა? ჯერ შენ გემოზე მივირთმევ და მერე გადავწყვიტავ ბოლოში ჩემი გემოები იყო ეგ თუ არა. მაგასაც ვნახავთ ცოტა ხანში. სანამ მე მოვამზადებ, შენ შეგიძლია ყავა მიირთვა, დატკბე ჩვენი ხედებით, ამაზე შეუდგები საქმეს. კარგი. ეს ჩვენი ტაფის ჩებურეკი. ეს ტოლმაც შებოლილი კარაქით და ფუჩხოლია პომიდორის კიმჩით. მიირთვი შენ გემოზე და მე შემფასი. ნელ-ნელა ყველაფერს დავაგემოვნებ. დავიწყებ ტოლმით. თვითონ ეს ვაზის ფოთლები ხრაშუნაა. ნუ ნახოთ. განსხვავებულია. ტოლმის გემო არა აქვს. ვერ ხვდები რა გემოა, ოღონდ ძალიან გემრიელია. ვაზის ფოთლების ეს კარგი არომატი არის, მაგრამ რაღაცა ძალიან გემრიელად ხრაშუნობს და ვერ ხვდები რა არის. გემრიელია. შეკამაზული არის კარგად და კარაქი უხდება ძალიან ვინიფიქრებდა კარაქი და ტოლმა ერთად კარგად წავიდოდა. ეხლა მინდა ფუჩხულია, მგონია რომ ძალიან გემრიელი იქნება. ავჭრათ.
ალგემრიელია. მე რომ მიყვარს ესეთი გაზაფხულის გემო აქვს. აჯიკას გემოც დასდევს კარგად თან. კაი ცხარეა. პიტნა არის. პომიდორია თვითონ უგემრიელეს. აი ძალიან ფაფუკია. სუბუქია, ჰაეროვანია, ნამდვილი გაზაფხულის კერძი არის. ძალიან გემრიელია. ვერ ვეშვები. აია. ეხლა გადავიდეთ შემდეგი კერძი იქნება ხის სოკო ღომთან ერთად და ეს ორი როგორ დაწყვილდება ერთმანეთთან არ ვიცი მე. არ იქნება ეგ მარტივი ამბავი. სად ხის სოკო და სად ღომი. ძალიან გემრიელია. აი იდეალურია როგორიც არის. ღომი არის ფაფუკი, ნაზი არ არის სიმძიმის შეგრძნება და სოკო უხდება თურმე ფანტასტიკურად. გურული აჯიკა და თხილი. ნიგოზის გემო დასდევს და ამიტომ მომეწონა ესე ძალიან, იმიტომ რომ ნიგოზი მე ძალიან მიყვარს. და მაგარი соуსია, მგონია ძალიან ბევრ რაღაცას მოუხდება. ძალიან გემრიელია. გავსინჯეთ ჩებურეკი, ახლა მგონია რომ ეს ჩებურეკი რადიკალურად განსხვავდება იმ ჩებურეკისგან, რომელსაც შესვენების დროს მიირთმევდა გებეის სტუდენტები. გადავწყვიტეთ, რომ შუა ნაწილი ამოვიღოთ. აბა. მოვემზადეთ. ცოტა კუბდარის და ხინკლის ვაიბებითაა წარმოდგენილი ეს ჩებურეკი. გამრიელია ძალიან. გაწურული მაწონის соуსი ძალიან უხდება და კრავს გემოს. მექსიკური გემოებიც დაყვება. ძალიან მაგარია. ერთი გემოთი იწყება და მეორე გემოთი სრულდება კერძი. ჩემთვის აღმოჩენაცა, რაც თავარია ძველი გემოები და არომატები, რომლებიც მე ძალიან მიყვარს, ისიც ვიპოვნე ამ კერძში. შემდეგი კერძი ჩვენ გვაქვს ეს არის შენთვის შექმნილი ახალი კერძი, შებოლილი შემწვარი ჩერი პომიდორის соуსი, ზემოდან არის ხრაშუნა ქათმის შნიცელი და ჩირის და ციტრუსის სალატი. შეგიძლია დაარქვა სახელი და ყველა ჩვენი მოსული აქ სტუმარი შეძლებს შეუკვეთოს და დააგემოვნოს ერთი თვის მანძილზე. არომატი კარგი აქვს, უნდა გავსინჯო, ვერაფერს ვერ ვიტყვი მანამდე. გემრიელია. соуსი ცოტათი ცხარე არის. ჩერის პომიდორი ძალიან მიყვარს და კაი პიკანტურ გემოს აძლევს. თან დაგვყვება ფორთოხალი, რომელიც ძალიან უხდება ქათმის შნიცელს. კიდევ გირჩევდით ამას, რომ ჩააწოთეს და ისე მიირთვეთ. соуსი აქვს ფანტასტიკური. რამე ცელკი რო ერქვას, ცელკი გაზაფხული. აქვს ეგეთი გემოები, ცელკი გაზაფხულის. შეგიძლიათ ცელკი გაზაფხული მოითხოვოთ ერთი თვის განმავლობაში წისქვილის რესტორანში, ოღონდ ტერასაზე, სხვაგან არაურიოთ და მიირთმევთ ქათმის შნიცელს ორიგინალური ცელკი გემო. ძალიან მომწონს. დიდი მადლობა შევს. და დადგა კულმინაცია, ეს არის შენი ფსიქოპორტრეტის დესერტი გასტრონომიული. რაღაცა გექნება ხა ჩაფიქრებული. ნაყინი დავშიგნით? გემრიელად მირჩი. ხო არის დესერტი? კი, მონმარსვა. ნამდვილი ხინკალი არ დაიბნეთ. ისეთი წვენი აქვს, რომ ცრემლი მოგადგება თვალზე. გემრიელესი იყო, რაც ყველაზე მაგარია ხინკალში, რომ ჩაკრუჩავ და მიირთმევ ცვენს. აი სწორედ ეს აქ ამ ხინკალში. შეჯამებისთვის გემოები იყო სპეციალურად შერჩეული, ზუსტად მორგებული იყო ჩემს გემოვნებაზე. ყველა კერძი მომეტონა, ძალიან დიდი მადლობა და იგრძნობოდა როგორი ნაფიქრი იყო ყველაფერი. დიდი მადლობა შებესებისთვის და კიდევ გელოდებით. აუცილებლად გესტუმრებით. თუ გინდათ გაცინჯოთ თქვენი გემრიელი საყვარელი კერძები, შეგიძლიათ მოხვიდეთ აქ და თუ მოიკრიბავთ ცითამამე, შეგიძლიათ გასინჯოთ ცელკი გაზაფხული და ახალი გემოც დააგემოვნოთ. მე კი არ გემშვიდობებით, შევხვდებით შემდეგ ეპიზოდში. ეხლა მე მაჭამეთ რამე შია. სუნიც ალბათ მოვიდო და არ წაიქცენ ოპერატორები მეშინია. ძალიან მაგარია. ის რიმაყვალი რაღაცებს გამახსენდა. ტირის ისეთია. მეც ტირი და ყველა ის ტირის, ვინც ამას არ სინჯავს და მიყურებს. მაგარია.